როგორც წინა ვიდეოში ვთქვით, მოდი კონკრეტული მაგალითი გავარჩიოთ ელექტროფილური არომატული ჩანაცვლების და ბენზოლის ბირთვი გვექნება ისევ ცხადია. იმიტომ რომ წინა ვიდეოში ზოგადი მაგალითი იყო და ბენზოლის ბირთვი შედიოდა და ახლა უბრალოდ კონკრეტულ ნაერთებს ავიღებთ, რომლითაც მოხდება რომელიმე წყალბადის ჩანაცვლება. და მოდი წარმოვიდგინოთ, თქვათ გვაქვს ბრომი. ამ ბრომს აქვს თავისი ელექტრონები გარშემო, ესე იგი ეს 6 და მე7 აქეთ და დაკავშირებული არის ასევე ბრომთან, ესე იგი დაკავშირებულია ბრომთან, ხო? ბრომთან, ესე იგი ეს იმონაწილეობს რაღაცნაირად ამ პროცესში და ასევე გვექნება ფერუმ და მოდი ისემოთ. რკინის ბრომიდი მოკლედ. ფერუმი და წესიერ მინდა გამოჩნდეს ყველაფერი და აქეთ ბრომები. ეს იქნება, ეს მოიქცევა როგორც, ანუ ეს რკინის ბრომიდი მოიქცევა როგორც კატალიზატორი და ჯერჯერობით არც ერთი ამათგანი არ არის ძლიერი ელექტროფილი, ანუ ძალიან კარგი არ არის ელექტრონების მიტაცებაში დიდად. მაგრამ აი ამას ჯერ თუ დაუკვირდებით და კარგად დავახასიათებთ ესე ატომ. შემომჩნევთ რომ ბრომები უფრო ელექტროუარყოფითია ვიდრე რკინა, რაც ნიშნავს იმას, რომ რაღაც დონეზე ბრომებისკენ იქნება უფრო მეტად გადაკაჩული, გადაწეული ელექტრონული სიმკვრივე. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ელექტრონები რომ დალბიან აქეთ-იქით უფრო მეტად ბრომებისკენ იქნებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაწილობრივ დადებითი მუხტი ექნება ამ რკინას და ენდომება რომ ელექტრონი წაიღოს, მიითვისოს რამე ელექტრონი საიდან მე. და შეიძლება რომ აი ეს ელექტრონი მაგალითად თუ აღმოჩნდა ეს ბრომ 2 სიახლოვეში და რა თქმა უნდა როცა ნაერთები ერთმანეთთან არის არეული, ყველაფერი ერთმანეთს ეჯახება, ანუ რაღაც ყოველთვის ხდება, ეს აუცილებლად კი არ მოხდება, უბრალოდ ანუ რომ ავიღო მაგალითად ერთი მოლეკულა ეს და ერთი მოლეკულა ეს აუცილებლად არ მოხდება, მაგრამ როცა მილიარდობით და ტრილიონობით ამ მოლეკულაზე საუბარი, როგორც წესი როცა რეაქციებში გვაქვს, როცა ვატარებთ ლაბორატორიაში, მაშინ თითქმის ანუ ალბათ ყველა შესაძლო ვარიანტი რაც უნდა მოხდეს ხდება და მათ შორის ესეც რასაც განვიხილოთ, რომ წაიღებს ერთი ელექტრონს, ესე იგი მიითვისებს ვახვეღავ ხაზო მიითვისებს ერთ-ერთ ელექტრონს, ანუ პრაქტიკულად ეს იქცევა როგორც ლუისის მჟავა და ეხლა მიითვისებს ერთ-ერთ ელექტრონს და ეს რას გამოიწვევს შედეგად, მოდი გადმოვხატოთ ეს ვითარება. თლიანად რომ გადმოვიტანო რა უჭირს ნეტა და რაღაცები წავშალობა, მოდი ნახოთ ეგსაც წამიყვანს. ზედმეტი წარწერები რომ მოვაშორო უბრალოდ. ესე იგი რასაც გამოიწვევს ეს არის რომ ამას თუ წაართვა ელექტრონი, ესე იგი გამოდის რომ ეხლა ბმაში არის ბრომთან. ანუ მოდი ყვითელი ხაზით გავაკეთოთ ბმა მათ შორის. ესე მოდი ცოტა ახლოს მივწევთ ან ამას რომ ბმაში არიან და გამოჩნდეს ეგ ფაქტი. ერთი ნივთიერება. ესე იგი ბმაში არის ეხლა ეს ბრომი, ამ მოტაცებული ელექტრონი ბრჭყალებში აქვს აქეთ მხარეს ამას. რეალურად რა თქმა უნდა ბმაში მონაწილეობს, ანუ ცალკე ამას არ ეკუთვნის, ხო, როგორც ასეთი. მაგრამ ეხლა რადგან ამან დაკარგა ელექტრონი ბმაში გადავიდა ამის ელექტრონი, ამ ბრომს აქვს ნაწილობრივ დადებითი მუხტი და ახლა რადგან ნაწილობრივ დადებითი მუხტი გაუჩნდა, უცებ აი ძალიან უნდა რომ ეს ელექტრონი წაიღოს. ახლა თუ აი ამ ნაერთის სიახლოვეში ეს ნაერთი ახლა გახდა ძლიერი ელექტროფილი, იმიტომ რომ ამან რომ ელექტრონი მიიღოს ამ ნაერთმა, მაშინ ყველა დამშვიდდება, იმიტომ რომ აი ეს ბრომი მიიღებს ამ ელექტრონს ამ ლურჯი ბრომისგან და ლურჯი ბრომი შეივსებს თავის ელექტრონის დანაკლისს ამ ახალი ელექტრონით, ხო? და აქ არ დაგვიწყდეს, მივაწეროთ რომ აქ არის ახლა უარყოფითი მუხტი, იმიტომ რომ ელექტრონი არ ქონდა ამ ნაერთს და ახლა უცებ მიიღო, იმიტომ რომ აი ეს რკინა არის ნაწილობრივ დადებითი მუხტის მქონე. და ახლა ესე იგი აქ გვაქვს უარყოფითი მუხტი და ის სწორედ აქ შემოდის თამაშში ბენზოლი თავისი წყალბადებით და ორმაგი ბმებით და არომატულობით. ესე იგი გავაკეთოთ აქეთ ყველა მხარეს წყალბადი. ახლა აქ რაც მოხდება არის რომ მოდი ამ ორმაგ ბმებსაც გადავხატავ. რომ ცოტა უფრო გასაგები იყოს. რადგან ვიცით რომ აუცილებელი არ გავყინოთ ერთ ადგილას ეს ორმაგი ბმები, მოდი წარმოვიდგინოთ რომ ერთი ორმაგი ბმა არის აქ, ერთი არის აქ და ახლა ამას ცოტა სხვანაირად გავაფერადებ, წარმოვიდგინოთ რომ ერთი ორმაგი ბმა გვაქვს აი აქ. ეხლა ისევ თუ სწორი კუთხით და სწორი ენერგიით და ასე შემდეგ ესენი დაეჯახნა ერთმანეთს, რაც თითქმის აუცილებლად მოხდება, როცა ძალიან დიდი რაოდენობით ამ მოლეკულებზე საუბარი, აი ეს ბრომი მიიღებს ელექტრონს აი ამ ორმაგი ბმიდან, წავა აი აქ. ესე იგი ახლა ამ ბრომს აქვს, მოიცა ცოტა ცუდად გავაკეთე, მინდა რომ ბრომმა მიიღოს და არა სხვა ელექტრონმა რატომაც. ანუ ეს ბრომი მიიღებს ამ ელექტრონს, შედეგად ასევე ავტომატურად დაიგრევე. აი ეს ელექტრონი წავა აი ამ ბრომთან.
ანუ ახლა აი ეს ვარდისფერი ბრომი უკვე აღარ იქნება დადებითი მუხტის მქონე, ხო? განეიტრალურდება. და ოღონდ რადგან ბმის ერთ-ერთი ელექტრონი არის, რომელსაც მიიღებს, ანუ რეალურად ბმას შეწყვეტს მეორე ბრომთან. და ამ დროს ეს ბრომი კიდევ აი ამ მწვანე ელექტრონს იღებს და ეს მწვანე ელექტრონი ნაწილია მთელი ამ სისტემის, ანუ ახლა ბმაში აღმოჩნდება ამასთან. ხო, ეს ორმაგი ბმა ნახშირბადთან არის, ხო, რეალურად. ანუ ნახშირბადს აქვს ეს ორმაგი ბმა და აი ეს ნახშირბადი დაკარგავს ელექტრონს, ამ ნახშირბადს დარჩება ეს წითელი ელექტრონი, აი ეგ რა ნახშირბადის გვაქვს და შესაბამისად ამ ნახშირბადთან დაკავშირდება ეს ბრომი. მოდი გადმოვხატოთ ეს კარგად. ესე იგი მე მგონი კარგი ტაქტიკა არის ეს გადმოხატვა. კიდე და გადმოკოპირება. მოდი მოიქცევ ისე ეგრე. ოღონდ ახლა გაცილებით მეტი რაღაცის წაშლა მომიწევს ეჭვი მაქვს. და ესე იგი რეების წაშლას მომიწევს არის რომ ეს აღარ არის დადებითი, იმიტომ რომ ელექტრონი მიიღო, ხო? ესე იგი მიიღო აი ეს ლურჯი ელექტრონი, ანუ გარდა იმისა რომ აი აქ აქვს თავისი ერთი ელექტრონი რაც ჰქონდა, აი ამ ბრომისგან მიიღო კიდევ ლურჯი ელექტრონი. ანუ ახლა ეს დაწყნარდა თავისთვის არის, ხო? აღარ ეძიებს ელექტრონებს. და ამ დროს ეს ბრომი დაუკავშირდა თელ ამ ბენზინის რგოლს. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, აი აქ იქნება ცოტა უშნო გასაკეთებელი ყველაფერი. ესე იგი, აი ეს ბრომი წავიდა ახლა. საერთოდ მოდი წავშლი ამას, ზედმეტია. და უბრალოდ ხელით გავაკეთებ და აქეთაც წავშლი ამ ყველაფერს აი ესე. ესე იგი, ახლა აქ რა შეიცვალა? აი ზედას რომ შევადაროთ, დავტოვებ ჯერ კიდევ. ამ ბრომმა მიიღო აი ეს მწვანე ელექტრონი, შედეგად დაკარგა ელექტრონი, რომლითაც ბმაში იყო მეორე ბრომთან, ანუ ამ ნივთიერებას მოწყდა საერთოდ და დაუკავშირდა აი ამ ნახშირბადს, რომელსაც აი აქ აქვს ის წითელი ელექტრონი, აი აქ რაც იყო. ამ ნახშირბადთან ბმაში იყო, ხო? და ეს მწვანე ელექტრონით ახლა ებმის აი ამ ბრომს. ანუ ისე მწვანე და წითელი ელექტრონი ეს ყველაფერი უბრალოდ იმიტომ ვამბობ ამას, რომ თვალსაჩინოებისთვის არის, ანუ მარტივად გვიჩვენებს რა ხდება, თორემ მწვანე და წითელი და ეს ამას ეკუთვნის და ის ამას ეკუთვნის არ არის სიამდვილეში რეალისტური ლაპარაკი აქ. და რადგან ახლა ამ ნახშირბადმა დაკარგა ელექტრონი, ამას ექნება ახლა დადებითი მუხტი. ანუ აქ გვექნება ახლა დადებითი მუხტი. ესე იგი, ჯერჯერობით ახლა გვაქვს ასეთი სურათი. ხო, საბოლოოდ მოვიდით აქამდე, რომ ბრომი არის დამაგრებული აი ამ ბენზოლის ბირთვთან, ანუ მარტო აი ამ მარცხენა სურათს რომ დაუკვირდეთ, რაც შეიცვალა არის, რომ უცებ აი აქ ორმაგი ბმა რომ მქონდა, დაირღვა და ეს ბმა აი ამ ნახშირბადის მიერ დამყარდა ახლა აი ამ ბრომთან. და ამ ნახშირბადს აღარ აქვს, ანუ ახლა კარბოკატიონი მივიღეთ, მოკლედ, მეორეული, იმიტომ რომ ორ ნახშირბადთან აკავშირში. და ახლა ძალიან არასტაბილურიც არ არის სინამდვილეში, წინა ვიდეოში ვთქვით, რომ ამ დანარჩენი ორმაგი ბმების ხარჯზე და მისვლა-მოსვლის ხარჯზე ერთმანეთთან არის მაშინ, ანუ ეს ყველაფერი დასტაბილურებულია საბოლოო ჯამში მაინც. და მაინც არომატულობის აღდგენა უნდა ამ სისტემას და არ აწყენდა რომ აღიდგინოს თავისი არომატულობა თუ ელექტრონის წყარო გამოჩნდა სადმე. აი ესნაერთი ახლა შეიძლება მოიქცეს და მოიქცევა როგორც ტუტე და რადგან თვითონ უარყოფითია და პროტონი რომ წაიღოს ან პროტონი რომ მიიღოს უბრალოდ რადგან პროტონი დადებითი არის ეგ აწყობს, ამიტომ შესაძლებელია ესეთი რაღაც მოხდეს და თან ხაზი გაუსვათ იმასაც რომ აი ეს ელექტრონი ახლა აქ აქვს წყალბადს, ცოტა დამაბნეველია ორივე წითელი თემადი ლურჯით იყოს ეს. აქ ელექტრონი გვაქვს, რომელიც წყალბადი თუ წაიღო რამე გამოთავისუფლდება და თავისუფლად შეიძლება მოხდეს ესეთი რაღაც, რომ აი ეს ელექტრონი ახლა გადაეცეს აი ამ წყალბადს. შესაბამისად დამყარდეს ბრომსა და წყალბადს შორის კავშირი და აი ეს ლურჯი ელექტრონი გათავისუფლდეს და ამის შედეგად მივიღოთ ასეთი სიტუაცია. ესე იგი, აქ არის ჩვენი ბენზოლი, ერთი ორმაგი ბმა, მეორე ორმაგი ბმა. მოდით, ბარემ წყალბადებიც მივხატოთ. ესე იგი 1 2 3 4 5 და პრინციპში ეს არასწორი არის. აქეთ აქვს წყალბადი. ჩემი შეცდომა ეგ 5 და ახლა აქ ბრომი გვაქვს, რომელიც ისევ აი მოდი მწვანეთი დავუკავშირებ უბრალოდ. ესეც ჩვენი ბრომი. რა დამოვიწყდა? ბრომი. და რა მოხდა ახლა? მოხდა ის, რომ ჯერ ერთი წყალბადი წაიღო ამ ბრომმა, ანუ ახლა გვაქვს აქ ცალკე წყალბადი, რომელიც აი ამ მწვანე ელექტრონით დაკავშირებული არის. ამ ელექტრონით ახლა დაკავშირებული არის ბრომთან, ანუ აქეთ მეორე ბოლოში გვაქვს ბრომი. და დანარჩენი მოდი პატიოსნად შევუღებოთ ყველა ელექტრონი რომ დამაბნეველი არ იყოს, რომ ჩანდეს რა საიდან მოვიდა. შეგიძლიათ დააპაუზოთ, გაანალიზოთ კარგად რა საიდან მოვიდა. და რაც ნიშნავს იმას, რომ ბრომი მოშორდა ამას, ანუ რკინის ბრომიც, შესაბამისად ეს ნაერთი, როგორც თქვით, რომ კატალიზატორი იქნებოდა, მართლაც იკატალიზატორა და დარჩა ისევ როგორც დასაწყისში იყო და კატალიზატორის იდეაც ეგ არის, არ შეცვლილა საბოლოოდ, ანუ რეაქციის ბოლოს ისევ
როგორც დასაწყისში იყო ისე დაგვრჩა და რაც შეეხება აი ამ ლურჯ ელექტრონს, ახლა ეს ლურჯი ელექტრონი წავიდა აი ამ ელექტრონის დეფიციტის ადგილას პრაქტიკულად და ახლა აქ გვაქვს ორმაგი ბმა. და მოდი გავაკეთებ აი ესე. სხვა ფერით შევღება უბრალოდ. ანუ ახლა ეგ გვაქვს ეგ ორმაგი ბმა. რაც ნიშნავს იმას, რომ აღიდგინა თავისი არომატულობა ამ ბენზოლის ბირთვმა, უბრალოდ ახლა დაკავშირებული აქვს არა წყალბადი, არამედ ბრომი, ანუ ბრომირება მოხდა ბენზოლის ბირთვის. და ეს არის კონკრეტული მაგალითი, როგორც ვთქვი, წინა ვიდეოში გარჩეული ზოგადი შემთხვევის, ანუ წინა ვიდეოში ზოგადად გავარჩიეთ, რას ნიშნავდა ელექტროფილური არომატული ჩანაცვლება და ახლა ვნახეთ, რომ აი გვაქვს ბენზოლის ბირთვი, გვაქვს აქ ბრომი, გვაქვს კატალიზატორის სახით რკინის ბრომიდი და შედეგად ამათი რაღაცნაირი კომბინაციით ვიღებთ ძლიერ ელექტროფილს, მაგას უნარი აქვს, რომ ერთი ელექტრონი ამოაგდოს ორმაგი ბმიდან, ანუ დააღვიოს ამის არომატულობა და შემდეგ და თან ამასთან ერთად დაუკავშიროს ბრომი, ხო, ერთ-ერთ ნახშირბადს და შემდეგ ამას აღდგენა უნდა არომატულობის და ახლა ეს ნივთიერება უკვე იქცევა როგორც ტუტე და უნარი აქვს, რომ წაართვას წყალბადი და შესაბამისად ელექტრონი, რომელიც დარჩება ამ წყალბადის წართმევის მერე, აღადგენს არომატულობას და აი მივიღეთ შესაბამისად ბრომირებული ბენზოლის ბირთვი.